დოლარი მე-20 საუკუნის დასაწყისში ძლიერი ვალუტების ხუთეულშიც კი არ შედიოდა, მაგრამ 1914 წელს ერთმა გასროლამ ყველაფერი შეცვალა. პირველმა მსოფლიო ომმა ევროპა ცეცხლში გახვია. გეოგრაფიული უპირატესობით დარწმუნებულმა ამერიკელებმა კი ევროპელებს საბრძოლო მასალით მომარაგება შესთავაზეს, მაგრამ არსებობდა პრობლემა. ევროპული ვალუტა გაუფასურებული იყო, ამიტომ გადახდა უნდა მომხდარიყო მხოლოდ ოქროში. ამ ტაქტიკით ამერიკამ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში თავისი ეკონომიკა 5-ჯერ გაზარდა. პირველ მსოფლიო ომს მალევე მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა და ქვეყნებს ფაშისტებისაგან დასაცავად თავისი ოქროს მარაგების გადამალვა მოუწიათ. უსაფრთხო ადგილი ისევ ამერიკა, ნიუ-იორკის ფორტ ნოქსის საცავი აღმოჩნდა. 1954 წელს კი ამერიკელებმა ბრეტონ-ვუდსის კონფერენციაზე განაცხადეს, რომ ფლობენ მსოფლიო ოქროს მარაგების 70%-ს და დოლარი ამიერიდან ოქროთი იქნება გამყარებული. შექმნეს ილუზია მსოფლიო ეკონომიკის გადარჩენის შესახებ და ქვეყნებს სარეზერვო ვალუტად დოლარის გამოყენება შესთავაზეს. ქვეყნების უმრავლესობა პირობებს დათანხმდა და დოლარი სარეზერვო ვალუტად აირჩიეს. 27 წლის განმავლობაში დოლარმა დედამიწის უკლებლივ ყველა ქვეყნის ეკონომიკაში შეაღწია. 1971 წლის 15 აგვისტოს რიჩარდ ნიქსონმა განცხადება გააკეთა, რომ დოლარი აღარ იქნებოდა ოქროთი უზრუნველყოფილი. ასე გახდა დოლარი მსოფლიოს პირველი ვალუტა.